მოგესალმებით. ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ შეიძლება მოხსნათ პაროლი Samsung Galaxy-ის smartphone-ებზე, თუ დაგვავიზდა პაროლი და აღარ გვახსოვს, როგორ შეიძლება რომ მოხსნათ პაროლი. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ თუ თანამედროვე A სერია გაქვთ, ან S სერია, დაგჭირდებათ USB კაბელი. Am USB კაბელის მიერთება კომპიუტერზე და შემდეგ თქვენს ტელეფონზე, რომელზეც პაროლის მოხსნა გინდათ, ან მეორე ტელეფონზე და მეორე ტელეფონიდან თქვენს ტელეფონზე. რადგან მენიუში გადავიდეთ, საიდანაც მოხსნით პაროლს რა, ანუ გამანულებთ მთლიანად ტელეფონს. ამ მეთოდით პაროლს მოხსნით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ტელეფონში წაგეშლება სრულად ყველაფერი. რაც შეეხება ახლა ამ მენიუში გადასვლას, რომ მენიუში გადავიდეთ, ანუ ნახეთ, ახლა მე თქვენ გაჩვენებთ კაბელის გარეშე ვერ გადავართ მაგ მენიუში, უნდა დავაჭიროთ ხმის დამწევს და დაბლოკვის ხილაკს, რომ გავთიშოთ ტელეფონი, რადგან პაროლი არ გვახსოვს, ნახეთ, პაროლი თუ არ გვახსოვს, ვერ გავთიშავთ, ამიტომ უნდა დავაჭიროთ ხმის დამწევს და დაბლოკვის ხილაკს. დავაჭიროთ ორივე მათგანს, გვეჭიროთ, სანამ ტელეფონი არ ჩაქრება. როგორც კი ჩაქრება ტელეფონი, აიტანეთ ხმის ამწევზე და დაბლოკვის ხილაკზე. ანუ ორივეს ერთად გეჭიროთ ხმის ამწევს და დაბლოკვის ხილაკს. მოდი თავიდან დავაჭიროთ. აი ესე. და როცა Samsung-ი გამოჩნდება, მხოლოდ ხმის ამწევზე უნდა დატოვოთ ხილაკი, მაგრამ ნახეთ, არ გადავა ახლა იმ მენიუზე, რადგან ჩვენ გვჭირდება USB კაბელი და კავშირი კომპიუტერთან ან ტელეფონთან. კარგი, მე გამოვიყენებ ჩემს ახალ Samsung-ს S26 Ultra-ს და გავაკეთოთ შემდეგი მოქმედება. კარგი, მოდი ახლა გადავდოთ ეს ტელეფონი ესე, დავდოთ. ავიღოთ ნებისმიერი კაბელი, თუნდაც Type-C ან ჩვეულებრივი ესახეთ ზემოდან გრძელი კაბელი მაქვს. დავაკეთებ შემდეგ მოქმედებას. ანუ ვაერთებთ ამ ტელეფონზე, რომელზეც პაროლი დაგვავიზდა და გვინდათ მოხსნათ, ესე. და მეორე მხარეს ვაერთებთ უკვე კომპიუტერზე ან უბრალოდ მეორე ტელეფონზე რა. ამ შემთხვევაში ახლა ორივეს Type-C მისაერთებელი აქვს, მაგრამ თუ Type-C-ის მისაერთებელი არ გექნებათ, შეგიძლიათ ჩვეულებრივად ნებისმიერზე მიაერთოთ. კარგი, გაერთებულია უკვე. ეხლა დამუხტვის რეჟიმზე გადავიდა S26 და უკვე შეგვიძლია უკვე გადავიდეთ მენიუზე. კარგი, რადგან მივაერთეთ ყველაფერი, ეხლა ვაჭერთ ხმის დამწევს და დაბლოკვის ხილაკს ისევ რომ ტელეფონი გადავტვირთოთ. ვაჭერთ. გვიჭირავს რამოდენიმე წამი. როგორც კი ჩაქრება, აიტანეთ ხმის ამწევზე. აი ესეთ, ხმის ამწევი და დაბლოკვის ხილაკი ორივეს ერთად მიჭირავს. ხმის ამწევზე და დაბლოკვის ხილაკზე მიჭირავს ახლა. თავიდან დავაჭიროთ ორივეს. აუშვეთ და თავიდან დავაჭიროთ და როგორც კი Samsung-ი გამოჩნდება, დავტოვოთ მხოლოდ ხმის ამწევზე. აი ნახეთ, ხმის ამწევზე დატოვეთ ხილაკი, დაბლოკვის ხილაკს აუშვით. აი გადავიდით უკვე ესეთ მენიუზე, მოდი ახლა დავზუმავ და გაჩვენებ თუ რა ხდება ამ მენიუში. ანუ აქ არის reboot system now, wipe data factory reset და power off. ანუ უნდა ჩამოვიდეთ ხმის დამწევით wipe date factor reset-ზე. აი აქ ნახეთ wipe date factor reset. აქ უნდა ჩამოვიდეთ და ვაჭერთ დაბლოკვის ხილაკს. შემდეგ ჩამოვდივართ მეორეზე, ანუ factory reset ეწერება თქვენთან, ან ეწერება ქარხნული მონაცემების აღდგენა. ჩამოვდივართ ხმის დამწევით, შემდეგ ვაჭერთ ისევ დაბლოკვის ხილაკს და მორჩა, ანუ უკვე გავანულეთ სისტემა. ეხლა reboot system now-ზე უნდა ავირჩიოთ, ანუ პირველივეზე და ვაჭერთ დაბლოკვის ხილაკს. მორჩა უკვე ეს კაბელი აღარ დაგვჭირდება, რადგან უკვე მენიუზე გადავედით და გავანულეთ სისტემა. ეხლა შეგვიძლია უკვე გადავდოთ ეს კაბელი და გადავიდეთ უკვე ძირითად თემაზე, პაროლის მოხსნაზე. ეხლა რა ხდება? თუ თქვენ გაქვთ Samsung-ის აკაუნთი დაყენებული, ანუ პაროლი თუ დაგავიწყდეთ თან Samsung-ის აკაუნთის გაქვთ დაყენებული, შეიძლება ამ მეთოდით პაროლი ვერ მოხსნათ, რადგან მოითხოვოს ის Samsung-ის აკაუნთი, ანუ ის Gmail-ი, რომელიც დაყენებული გქონდა თქვენს ტელეფონზე.
ამიტომ თუ Gmail-ი შეყვანილი გქონდათ, მოითხოვს იმ Gmail-ის ლოგინსა პაროლს, რაც ზუსტად გქონდათ და თუ თქვენი ნომრით გქონდათ დარეგისტრირებული, შეიძლება აღადგენთ. ხოლო თუ ამ მეთოდის შემდეგ პაროლი მაინც ვერ მოხსენით, დაგჭირდებათ პროგრამისტთან ვიზიტი და სადღაც 20-30 ლამდე ღირს პაროლის მოხსნა რა. კარგი, ნუ გადავედით უკვე სტანდარტულ მენიუზე. აქ ავირჩიოთ ენა, მაგალითად მოდი ავირჩიო ქართულს და ვაჭერ OK-ს. Start. ნუ აქ ვეთანხმებით ყველა ბრძანებას. ვეთანხმები. ნუ აქ ხელით დაყენებას ავირჩევ. OK. Wi-Fi შეყვანა ყველა ვარიანტში გვჭირდება. შევიყვანოთ Wi-Fi. შეყვანილია, შემდეგი მერე დაყენება. ნუ გადავედით ესეთ გვერდზე, სადაც უნდა ვაჭიროთ გამოტოვებას, შემდეგ გამოტოვება, არ დაკოპირდეს. ისევ გამოტოვება, ნუ აქაც გამოტოვება, მაინც გამოტოვება. მეტი მიღება. მაგ შეგიძლიათ აპლიკაციები არ მონიშნოთ. გავუშვათ შემდეგზე. აქ ავირჩიოთ და გავიცადეთ პაროლი ან არ გაქვთ ანგარიში. შემდეგ მე დააყენეთ პარამეტრები, გამოტოვება, სხვა ვეთანხმები და შემდეგი. მორჩა, ანუ ჩემ შემთხვევაში ახლა აღარ მოითხოვა Gmail-ი, რადგან მე Samsung-ის აკაუნთი არ მქონდა ამ ტელეფონზე, მაგრამ თუ თქვენ ამ ყველაფერს გააკეთებთ და მაინც ვერ მოხსნით პაროლს და ბოლოს მოითხოვს აი ეს პაროლის შეყვანას, ამ შემთხვევაში გჭირდებათ ანუ შესაბამისი პროგრამა FRP ეს პროგრამა, რომელიც მოხსნის ამ პაროლს, მაგრამ თუ თქვენ არ გაქვთ, შეგიძლიათ პროგრამისტთან მიხვიდეთ და პროგრამისტი თავად დაგეხმარებათ ამ ყველაფერში. სულ ეს იყო მეგობრებო, როგორც ხედავთ პაროლი მოიხსნა და ნუ ჩვეულებრივად გამოვიყენებ მას. სულ ეს იყო ვიდეო ამით დასრულებულია. გამოიწერეთ არხი, ასევე გააქტიურეთ ძალის ხილაკი და თქვენ აღარ გამოგრჩებათ ახალი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები და ბლოგები.